მეექვსე სახლი არის ქალწულის ენერგიის მატარებელი. მეექვსე სახლის თვითონ თემატიკა, როცა ასტროლოგიურ რუკაში შემოდის, ეს არის მეგობრებო, რუტინა, ყოველდღიური რუტინა. ნახეთ, როგორ არის სახლების სისტემა განვითარებული. მეხუთე სახლი თუ არის გართობა, შემოქმედებითი ენერგია, ხალისი. მეექვსე სახლი არის უკვე როცა ვმუშაობთ ჩვენ. ანუ რაღაც სისტემაში უნდა ჩავსვათ, გრაფიკში უნდა ჩავსვათ, რეჟიმში უნდა ჩავსვათ. და აქედან მივიღებთ უკვე შედეგებს, ხო? სიმბოლურად თვითონ მეექვსე სახლი ეს არის ჯანმრთელობა, ეს არის სამსახური. ეხლა ეს როცა და განვაზოგადოთ, რატო არის ჯანმრთელობა სამსახური, ხომ? ჯანმრთელობაში რა ხდება? ანუ ჩვენ თუ რეჟიმს არ ვიცავთ, ჩვენ თუ არ მივყვებით ნენელა სწორ კვებას მაგალითად, ხო, იმიტომ რომ მეექვსე სახლი ასევე არის სწორი კვება, როცა ჩვენ რუტინულად გვაქვს საათობრივად და მაგალითად რა უნდა სამჯერადი კვება უნდა იყოს თუ 4ჯერადი, თუ ეს საკვები გვინდა, ეს არ გვინდა, ჯანსაღი საკვები რო უნდა მივიღოთ. ის არის ჯანმრთელობის პირველი მაჩვენებელი, ხო? სხვათა შორის კუჭა წლავს პირდაპირ კუჭს უფრო მეექვსე სახლი მართავს, როცა არის ხოლმე ნეგატიური პლანეტები მეექვსე სახლში, როგორც წესი კუჭნაწლავის სისტემა ერთიანად ზიანდება ხოლმე. როგორც გადამუშავება, მაგალითად ინფორმაციის, აქაც ან სტრესის გადამუშავება სიმბოლურად კუჭნაწლავი ამასთან არის კავშირში ასტროლოგიურად და როდესაც არის თქვათ აი ამ პირველადი რომ საკვები კუთხით იყოთ მოწესრიგებული, შემდეგ შემოდის უკვე ცოტა ეზოთერული ენერგია, მაგალითად აზრებითაც იყოთ მოწესრიგებული. ვისაც მაგალითად მფარველი ანგელოზი ყავს მეექვსე სახლში, აი ენერგეტიკულად აქვთ შინაგანი სისუფთავე. აზრების შეიძლება ან შინაგანად ცდილობენ რომ რაღაცნაირად ჰარმონიაში მოვიდნენ, ხო, სისუფთავის კუთხით აზრებითაც და სხეულითაც, ხო? ეს ერთ-ერთ თუ ამას არ აკეთებს ელენა მეექვსე სახლელი, მაშინ იმისი ელენა არის გაუქმებული, გაჩერებული, პასიური და შემდეგ. ანუ მე ახლა ამას იმიტომ გეყვებით, რომ არც ჩაწოდეთ თვითონ მეექვსე სახლის. კლასიკურად ეს არის მსახურება ხალხისთვის, მაგალითად რატო არის მსახურება ხალხისთვის, ხო? იმიტომ რომ მეექვსე სახლი მეგობრებო ეს არის ცოტა დაბალი სოციალური წრე, ესე ამბობენ, ესე წერია ხოლმე. ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს დაბალი სოციალური წრე თავისი კლასიკური გაგებით. ეს არის დაქირავებული მუშაკი. მაგალითად, თუ ჩვენ ხელოსანს გამოვიძახებთ, ან თუ ჩვენ უკეთებთ ვიღაცას რამეს, ხო? ესეთ რუტინული სამუშაო, ხო? ვკერავთ და ამაში გვაქვს ვიღებთ თანხას, მაგალითად, ან რაღაცას ესე ვემსახურებით, მაგალითად, მეექვსე მეორე სახლის კავშირი საჭმელებს უკეთებთ, რესტორანში მუშაობთ მაგალითად, ხო? ისეთი რაღაცები ყოველთვის მეექვსე სახლთან არის კავშირში. ანუ მე ვიღაცას ვემსახურებ.